თამაშოდ მიძლებენ ძვანე ჯალები ძვაროს დაღელეს რომ გადავევლები ზეშინაირ ფერები ჩანან ველები 60-იანებში, როცა ეს სიმღერა დაიწერა, სოფლის გზების გასწვრივ ხედები მართლაც ნაირფერი იშლებოდა. თუმცა საუკუნის მიწურულს 90-იანებიდან ნაცრისფერმა დაისადგურა. დანგრეულმა ქარხნებმა, მიტოვებულმა მშენებლობებმა სიღატაკის უსახური სურათი შექმნა, რომელიც ზევიდან კიდევ უფრო მძაფრია. მთელი სოფელი რუხი ფერის მასად მოჩანს. ერთ განსხვავებულ ფერსაც ვერ ნახავ. მძიმე სურათს სახლებს გარშემორტყმული ბეტონის 3 მეტრიანი გალავნები ასრულებს. საბჭოთა გადმონაშთი, რომლის დანიშნულება უცხო თვალისგან ქონების დაფარვა იყო. ეს განსაკუთრებული გალავნები, რომლებიც მართლა ახასიათებს ზოგიერთ შენობას, ზედმეტია და არ არის დამახასიათებელი თანამედროვე განვითარებული ქვეყნებისათვის. და თქვენ თვითონ გინახიათ, ხო? და ყოფილ ხართ კიდეც და რამდენად დამთრგუნველია თვითონ ეს ღობეების რაღაც კორიდორები, სადღაც რომ მიდიხარ, ხო, ამ კორიდორებში 60 მეტრიანში მიდიხარ რაღაც კორიდორში, რაღაც შიშის შეგრძნება, საფრთხის შეგრძნება, ზოგადად არამყუდრო გარემოს შეგრძნება და ადამიანი მარტაპსაც კარგავს, თლიანად შეგრძნებასაც კარგავს. რასაც პრემიერის ინიციატივით წერტილი დაესმება. დაიწყება შექცევითი პროცესი, რომელიც დამთრგუნველ ურბანულ გარემოს ქართულ ტრადიციებზე დაშენებული ევროპული ესთეტიკითა და თანამედროვე არქიტექტურით ჩაანაცვლებს. კრიტერიუმების ჩამოყალიბება, რომელიც გულისხმობს შენობების, ფასადების, სახურავების, მათ შორის ღობეების, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესაბამის კრიტერიუმებში მოქცევას. პრობლემა ცხადია მხოლოდ ღობეში არ არის. პოსტსაბჭოთა ქუჩის ესთეტიკა დანგრეულ გზებს, მიტოვებულ შენობებს, მახინჯ და შეუსაბამო დაჭრელებულ სახლებსაც მოიცავს. ფასადურმა დემოკრატიამ, ანუ ნაცბუტაფორიამ პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა და მის გადაჭრას მთავრობის ეპოქალური გადაწყვეტილება დასჭირდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ეპოქალური რაღაც მიდგომა გადაწყვეტილება, ახალი ეპოქა. ნამდვილად ეს არის ძალიან დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. დარგის ექსპერტებს უდიდესი როლი ჰქონდათ აი ამ გადაწყვეტილების მიღებაში, არქიტექტორებს კიდევ ერთხელ სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გულწრფელად მათ შორის ვიხელმძღვანელეთ იმ საერთაშორისო ევროპული სტანდარტებითაც, რომელიც ფართოდ აპრობირებულია. ქონდა შეხვედრა სამშენებლო კომპანიებთან, სადაც ამ ყველა საჭიროებო საკითხზე იყო საუბარი. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ქვეყანაში აქტიურად იწყება აღმშენებლობის პროცესი. მნიშვნელოვანი ნაბიჯია ესეთი შემთხვევები ჩვენ პროექტებშიც უკვე 1 ივლისიდან კერძო პირს, ბიზნესსა თუ მთავრობას, დაბასა თუ სოფელში მშენებლობა ან რემონტი ერთიანი სტანდარტით მოუწევს. შედეგად პოსტსაბჭოთა ეპოქას საბოლოოდ ევროპული ესთეტიკის ქართული არქიტექტურა შეცვლის. პრობლემის მოცულობიდან გამომდინარე სამუშაო საკმაოდ მასშტაბურია. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ეპოქის განაშენიანება მაგ პერიოდში აშენებული შენობა ნაგებობების ხატრული სახე და ღირებულებები ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობს თანამედროვეობის მოთხოვნებს და საბოლოო ჯამში იქნება შექმნილია ისეთი გარემო, რომელიც თანამედროვეობას საერთოდ არ შეესაბამება. გამომსახველობითი თვალსაზრისით მაინც დარჩა საბჭოთა სიმბოლოები. ანუ ახალი ვერ შევთავაზეთ საზოგადოებას, ვერ შევთავაზეთ დამკვეთს, ვერ შევთავაზეთ დეველოპერს, აქედან გამომდინარე ჩვენ გონებაში მაინც ასახული არის ის საბჭოთა დარჩენილი. ახალი გადაწყვეტები ვერ შევთავაზეთ. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი გადაწყვეტები რაც არის, ხო ეს უდავოდ გამოიწვევს ურბანულ განახლებას, ახალ ხედვებს, ახალ მიდგომებს. რეგულაციის ამოქმედების შემდგომ იქნება თვალსაჩინო, თუ როგორ გაუმჯობესდება არქიტექტურული იერსახე ჩვენი ქვეყნის თითოეულ რეგიონში, დაბაში, ქალაქსა თუ სოფელში. ეკონომიკის სამინისტრო რეგულაციებს ყოველი ქალაქის, დაბისა თუ დასახლებისთვის ცალკე ქმნის, ხოლო ცალკეული უბნებისთვის უფრო დეტალურ რეკომენდაციებსაც ადგენს. როგორც გორისა თუ მცხეთის ნიმუშებზეა ნაჩვენები. პოსტსაბჭოთა უსახურ ესთეტიკას შედეგად ქართული ჩაანაცვლებს და ის ყველა შენობას, ფასადს, სახურავსა თუ ღობეს, ასევე გამოყენებულ მასალებსა და ფერებს მოიცავს. ანუ
ჩვენ გულისხმობთ მეხუთე ფასადს, სახურავებს, გარემოს და სიტუაციას, ხო? ისეთ რელიეფური ქვეყანა ვართ და მხოლოდ ქუჩებით არ განისაზღვრება არქიტექტურა და არ განისაზღვრება მისი მარტო ხასიათი. მარტო სიღნაღი რო ავიღოთ, ხო? სიღნაღი შეიძლება დადიხარ ქუჩებში და რაღაცას ჩამოყალიბებული ისტორიული ფასადებია ყველაფერი, მაგრამ უცებ სიღნაღის ზევდა რო დახედავ, ანუ მეხუთე ფასადს გულისხმობ უკვე სახურავს, საიდანაც შენ აბსოლუტურად სხვა არქიტექტურა გეხსნება. ზეთხეთშიც ბერსვლის ახალი მიდგომა და გვერდხეთშიც და ერთი უბნის ეს ორი ფოტოც ამის დასტურია. სწორად შერჩეული ფასადის, სახურავის ფერები და ლანდშაფტის გათვალისწინება ამ ერთი ქუთაისური ქუჩის მაგალითზეც კი შესაძლო ეფექტს სრულად აჩვენებს. ესთეტიკის ეპოქალურ ცვლილებას სამთავრობო მეგაპროექტებიც ბიძგს აძლევს. ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობის და ასევე მისი დანიშნულების მიმდინარე გარდაქმნა მხოლოდ ერთი მაგალითია. აქ იქნება წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოქმედი იქნება ჩვენი ეკონომიკის სწრაფად განვითარებაში და ჩვენი ქართული ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებაში. გარე პერიმეტრი უკვე თითქმის დასრულებულია, ასევე ულამაზესი განათება, რომელიც ამ შენობას კიდევ უფრო თვალწარმტაც გახდის. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული რეგიონის უნიკალურობა იქნეს სწორედ დანახული და სწორედ ასახული იმისთვის, რომ ეს უნიკალურობა შენარჩუნდეს, მაგრამ ამავდროულად მოწესრიგდეს იერსახეები. რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოსაც დაეხმარება მათ შორის, როდესაც ხდება მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტები. ჩვენც როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო, როგორც ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, დიდი სამშენებლო სტრუქტურა, რომ ბევრ ობიექტს ვაშენებთ, შესაბამისად დავემორჩილებით ამ ახალ სტანდარტებს, ახალ წესებს და ყველა ის პროექტი, რომელსაც ჩვენ შევითანხმებთ, იქნება აქედან გამომდინარე ზუსტად. ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში მსოფლიოს უმსხვილესი ინტერაქციული ტექნოლოგიის მუზეუმიც დაიდებს ბინას, რაც ქუთაისის მიზიდულობას კიდევ უფრო გაზრდის და ეს დამატებითი ეფექტია. უპირველესად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ განაგრძოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება კიდევ ერთხელ და მათ შორის უზრუნველყოს იერსახეების მოწესრიგება, რაც გაუმჯობესებს იმ სტრუქტურას, რასაც ტურიზმის განვითარება ქვია, ეს მისცემს შესაძლებლობას ადგილობრივ მოსახლეობას, რომ უმასპინძლონ კიდევ უფრო მეტ ტურისტს. სამწუხაროდ განვითარება ნულოვანი დონიდან არ იწყება. ბევრ შემთხვევაში ჯერის ზიანია გამოსასწორებელი, რაც ტურისტულ ლოკაციებს ნაცმოძრაობის უსისტემო პოლიტიკამ მიაყენა და რომელიც იმდენად მასშტაბურია, რომ მესტიასაც კი წვდება. ყველა ცდილობს სასტუმრო აშენოს დიდი, პატარა ტერიტორიაზე, რაც ცვლის განაშენიანების სახეს პირველ რიგში, ცვლის სიმჭიდროვეს განაშენიანების და ცვლის იქ დამსვენებელთა სიმჭიდროვეს. ანუ იქ ტერიტორიები დასასვენებლად აღარ რჩება პრაქტიკულად. ძალიან ბევრი გვაქვს ესეთი მაგალითი, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული არეალები დამახინჯდა უბრალოდ იმიტომ, რომ იქ ხდებოდა განაშენიანება ყოველგვარი წესების გარეშე. რაც ბუნებრივია და უშვებელი არის და ეს გადაწყვეტილება ზუსტად ემსახურება იმას, რომ ჩვენ ქვეყანაში შეიქმნას წესები ერთხელ და სამუდამოდ, რომლის მიხედვითაც განხორციელდება განაშენიანება. სვანეთში, მესტიასა თუ უშკულში, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ახალი რეგულაცია მხოლოდ მინიმალურ ჩარევას ითვალისწინებს. ძირითადად სახურავების ტრადიციული მასალით გადახურვით, რაც ფერთა ბალანსს დაარეგულირებს. საპილოტეთ რამდენიმე მიმართულება დავამუშავეთ და მაღალმთიან რეგიონებში, განსაკუთრებით ასე ვთქვათ, ვეხმძღვანელეთ თათუშეთით და სვანეთით და სვანეთის მაგალითით და რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მასალების გამოყენება იმისთვის, რომ აი ეს ისტორიული ხაზი არქიტექტურის სწორედ გაგრძელდეს, მათ შორის შემოვიდეს თანამედროვეობის შტრიხები. ჩვენი ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ზუსტად არის ჩვენი ტრადიციული არქიტექტურა და ტურისტებს ეს ძალიან იზიდავს. შესაბამისად, ჩვენ ერთის მხრივ ხელი უნდა შეუწყოთ ქვეყნის განვითარებას, აღმშენებლობას, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ჩვენი, ასე ვთქვათ,
ტრადიციული არქიტექტურის დამახინჯებით და მის ხარჯზე. ზიანის გამოსასწორებლად ბოლო წლებში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რამაც 10 წლეულობით მივიწყებული რაიონული ცენტრები თუ სოფლები მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა. თუმცა საბოლოო ეფექტს ადგილობრივი მოსახლეობისა თუ ბიზნესის მიერ ერთიანი ესთეტიკის შემდგომი დამკვიდრება სჭირდება, რასაც ახალი რეფორმა მოემსახურება. ფასადები მოწესრიგდა, ასევე ტროტუარები მოწესრიგდა. დღეს მდგომარეობით უკვე მივიღეთ ულამაზესი მარტვილის ცენტრი. ვერ ვიცანი მარტვილი, გეუბნები ადამიანურად, იმიტომ რომ მართლა ლამაზია, მართლა ყველაფერი კარგია. ულამაზესია მგონი საქართველოში ამისთანა ლამაზი. ცენტრი არ მგონია რომელიმე რაიონს კონდა. იგივე განცდა აქვს ხალხს კახეთში და ყველა სხვა რეგიონშიც. განახლების პროცესმა მთელი საქართველო მოიცვა. ძალიან ბევრად გალამაზდა ფასადები, გაკეთა ალაყაფის კარებები, ზოგს ცოტა გაჭირებული იყო და უცებ არ შეეძლო შეცვლა. ესე იგი, ისეთი კმაყოფილები ვართ, რომ არა მარტო ბაღი გაკეთდა, არამედ მთლიანად ქუჩა. განახლების უკეთ დასანახად საკმარისია მაგალითად ტყიბულში. ერთ ქუჩაზე 2012-სა და 2025-ში გადაღებული ვიდეო შევადაროთ ერთმანეთს და ადგილობრივების ემოციაც უფრო გასაგები გახდება. განახლების ამ ტემპს რეფორმა ცხადია კიდევ დააჩქარებს და პანორამაც გაუმჯობესდება. დასავლეთშიც და აღმოსავლეთ საქართველოშიც ბოლო წლებში ათობით მასშტაბური პროექტი დაფინანსდა. მოწესრიგდა ცენტრალური უბნები, მთავარი ქუჩები, მოედნები, სკვერები და ფასადები და ცხადია დანარჩენი არქიტექტურული განვითარებაც შესაბამის დონეზე უნდა გაგრძელდეს, რასაც ერთიანი რეგულაცია სჭირდება. წლების განმავლობაში ინდივიდუალურმა ჩარევამ, ქაოტურმა მიშენებებმა საკმაოდ დააზიანა ჩვენი შენობები. Შემდეგ ვცდილობთ, რომ დაუბრუნოთ ის ევროპული იერსახე, რომელიც განსაკუთრებით ძველ რუსთავს ახასიათებს თავისი არქიტექტურით. არის ძველი ისტორიული ნაგებობები, რომლებიც უნდა შენარჩუნდეს და მათ უნდა გაუკეთდეს რესტავრაცია, რეკონსტრუქცია. არის შემდეგ სტალინური არქიტექტურა, რომელიც თელს საქართველოშია მიმოფენილი. მე ვფიქრობ, რომ ისიც შესანარჩუნებელია, იმიტომ რომ ის ჩვენი ისტორია, მაგრამ არის ახლა ისეთი არქიტექტურა, რომელიც ფაქტიურად შეიძლება რომ გამოხშირდეს და დაინგრეს და ის შეიცვალოს ახალი არქიტექტურით. მაგალითად ხრუშჩოვისა და 90-იანების შემდგომი პერიოდის სახლები, რასაც ვერაფერს მოუხერხებ. თუმცა ფასადებისა და მიმდებარე სივრცის მართვით ზიანის შემცირება მაინც შესაძლებელია და ეს ახალი რეფორმის ერთი მდგენელია. ყველა შეგვტკივა გული, რა თქმა უნდა, რომ ხედავთ კონკრეტულ ადგილებს, დასახლებებს, რომლებიც ნაკლებად ასახავს იმ უნიკალურობას, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს და სწორედ ეს არის ალბათ, რაც რამაც განაპირობა ის, რომ აღნიშნული რეგულაცია ძალიან დადებითად იქნა მიღებული ჩვენი საზოგადოების მხრიდან. პოსტსაბჭოთა პერიოდში არქიტექტურა მოერგო კერძო კაპიტალს და არა პირიქით. არის გულისხმობა მხოლოდ ის, რომ უადგილო ადგილას რაღაც ხო, დიდი მოცულობის შენობას ვიღებთ. ეს არ არის მხოლოდ ქაოტური განაშენიანება, არამედ ქაოტური არის ასევე სტილი, თუ რა სტილის განაშენიანება ხდება, ვისაც როგორ უნდა, ისე არ უნდა აშენოს. საძინებლიდან 1 მეტრში მშენებარე კორპუსი, რომლის აივანი პირდაპირ ჩემს საძინებელში იყურება. ეს კორპუსი შენდება ძალიან ახლოს, არის ალბათ 5-10 მეტრე დაშორება არც კი. ჩრდილოეთი მხარეა, მზე მხოლოდ დილაობით ამოდის აქ და ესეც ამ უნდა დაგვფარავს დაახლოებით 2 სართულით სადღაც. ისეთი რეგულაციები უნდა შემოვიდეს, რომლებიც გააჯანსაღებს ამ განაშენიანებას, იერსახეს ჩვენი დასახლებების. ეს არ არის მარტო მასალა და ფერი, ეს არის გეგმარება, ეს არის ქუჩების ესთეტიკა, ეს არის ჰარმონია მთელი დასახლებების, ეს არის მასშტაბი და დასახლებების იერარქია. როდესაც ქუჩაზე მიდიხარ, მთლიანობაში აღიქვა ქუჩა. შეიძლება კონკრეტულ ადგილას მიდიხარ, მაგრამ ქუჩა მთლიანობაში არ ქონიათ ისეთ შეგრძნება, რომ რაღაც ობიექტი აშენდა. და მე ამ ქუჩაზე მიდიხარ და ეს ობიექტი შორს არის თქვენგან, მაგრამ ცნობიერებაში ხელს გიშლით იმ აღქმაში, რაც ამ ქუჩას ჰქონდა მანამდე. აქედან გამომდინარე ხო ეს და საერთოდ ვეღარ ცნობა, თუნდაც ვეღარ აქცევ ყურადღებას და
თვითონ ეს გადაწყვეტა თქვენთვის, გონებისთვის მიუღებელია. შესაბამისად, არქიტექტურის როლი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, რასაც სახელმწიფო ტენდერების ახალი კონცეფციაც ხელს უწყობს. აქამდე პროექტის დიზაინს ტენდერში გამარჯვებული დეველოპერი წყვეტდა, ისე როგორც მოახერხებდა. ახლა კი არქიტექტურაზე ცალკე კონკურსები ეწყობა. და რასაც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჩაუყარა, ასე ვთქვათ, საფუძველი იყო საკონკურსო წესით პროექტების არჩევა, რაც დიდწილად არ ხდებოდა ჩვენ ქვეყანაში, რამაც გამოიწვია არქიტექტურული სფეროს მნიშვნელოვანი გაცოცხლება. ამ ეტაპზე ძირითადად თბილისში და მსხვილ ქალაქებში, თუმცა საჭიროა მუნიციპალიტეტების გააქტიურებაც, როგორც ზოგადი წესების, მაგალითად ღობეების სტანდარტის დასაცავად, ასევე მთლიანი პროექტის დასამუშავებლად. ადგილზე მოხდეს დამუშავება პროექტების და რაც აი მაგალითად მე რომელიც აი მაგალითად ოზურგეთში არც არ ყოფილ ვარ და ოზურგეთში რაღაც ახალი უნდა აშენდეს, კეთდება თბილისში ვამტკიცებ, ისე რომ საერთოდ აზრი არ ვარ ოზურგეთში რა შეიძლება დავამტკიცო და რის გვერდზე რა იყოს კარგი. მე ვთქვით აი ეს სფერო არის მოსავლელი. გარემო უნდა შეისწავლოს არქიტექტურმა, ისეთი გადაწყვეტა მიიღოს. ამ გარემოში თუ ჩანს არქიტექტურული ტრადიციული გადაწყვეტები, ჩვენ მოვთხოვთ აუცილებლად, რომ მიიღოს შესაბამისი იდენტობა. უამრავი პრობლემის ერთი მიდგომით გადაჭრა იოლი არ იყო. თუმცა კანონზე იმდენი დარგის ექსპერტი მუშაობდა, რომ არც ერთი კითხვა უპასუხოდ არ დარჩა. რეალურად პროექტის, ასე ვთქვათ, შეკვრა მოახდინა არაერთმა ადამიანმა ჩვენ გუნდთან ერთად, რა თქმა უნდა, კოლეგა სამინისტროებთან ერთად, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდი ღირებულება შემოიტანეს არქიტექტორებმა, სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებმა, რომლებთან ერთადაც შემუშავდა ეს რეგულაციები. შეინარჩუნო ადგილობრივი არქიტექტურის საუკეთესო შტრიხები, შეუსაბამო მას თანამედროვე ევროპული ესთეტიკა და შეუხამო გარემო ლანდშაფტსა თუ ქუჩების სილუეტს ადვილი არ არის და სწორედ ამას ითხოვს ახალი რეგულაცია. ამოცანის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტრო თითოეული რაიონისა თუ უბნისთვის დეტალურ ინსტრუქციებს ქმნის. საფუძვლად კი ევროპის გამოცდილებას იყენებს. შევისწავლეთ რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკა და ყველაზე მისაღები ჩვენთვის და ყველაზე სასწავლო თვალსაზრისით იმისათვის, რომ შეგვექმნა ყოველმხრივი დოკუმენტი, აღმოჩნდა ბრიტანეთი. შენობების ესთეტიკაზე არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების, მხატვრებისა და ისტორიკოსების მსხვილი ჯგუფი თვეების განმავლობაში მუშაობდა. შეიქმნა ღობეების ფორმებისა და სილუეტების სარეკომენდაციო სპექტრი, ასევე მოსაპირკეთებელი მასალებისა და ფერთა გამის დეტალური სქემები. ფერები ძირითადად პასტელურია, არაკონტრასტული და ქართულ ლანდშაფტზე მორგებული. არადა ახალი ესთეტიკის ერთ-ერთ პლატფორმად კომისიამ ირლანდია აირჩია, სადაც ერთი ქუჩის ფარგლებშიც კი ათობით კონტრასტული ფერია: წითელი, ვარდისფერი, მწვანე, ცისფერი, ყვითელი და არის მჭახე ფოსფორული ფერებიც. საქართველოში კი საპირისპირო ფერთა გამა შეირჩა. კომისიის თავმჯდომარე ამას კლიმატური სხვაობით ხსნის. არსებობს ბუნებრივი გარემო, არსებობს ხელოვნური გარემო, რასაც ჩვენ გვქვით. ხო და როდესაც ბუნებრივი გარემო საქართველოსთან შედარებით ინგლისში და დაუშვათ ირლანდიაში ან საფრანგეთში არის ერთფეროვანი, იქ მეტი ფერები შემოდის უკვე ამ ხელოვნური გარემოსი, იმდენად მრავალფეროვანია ჩვენი ბუნება, რომ ეს ფერები უნდა ყოფილიყო არა აქტიური, ბუნებრივი, დამჯდარი ფერები, არამყირალა ფერები, არა ამრეკლი ზედაპირები და ასე შემდეგ. და ამ კუთხით სამუშაო ბევრია. ეს მაგალითად გორის ზედხედია, სადაც ჩანს, რომ კულტურის ძეგლები ერთიან ესთეტიკაშია მოქცეული. ირგვლივ კი თეთრი, ნაცრისფერი, წითელი, ლურჯი, მწვანე და ყვითელი სახურავების ფართო გამაა. იგივე სურათია ცენტრალურ გამზირზეც, სადაც პირველ ზოლში სახურავები მუნიციპალური პროგრამით მოწესრიგდა. მეორე ზოლში კი სიჭრელეა და ეს რეფორმამ უნდა გამოასწოროს. სახურავთან ერთად უკვე ყალიბდება შენობების ფერები. ჩვენი ქვეყანა თქვათ აი რის განსხვავდება მაგალითად, რომ აი ქალაქები სადაც მაგალითად ეს თუ არ არის მაგალითად ფაკურიანი ან კიდევ თქვათ გუდაური ან კიდე რაღაცა ის თოლთან დაკავშირებული შეიძლება ინტენსიური ფერით გამოვხატო რაღაცა, მაგრამ მთლიანობაში მაინც ჩვენი ქალაქები ფერით უფრო ბაცი ფერი, უფრო აი პასტელის ფერებში. ამ ეტაპზე შეთანხმებულები ვართ აი ესეთ ჩამქრალ პასტელურ ფერებზე, რათა თავიდან ავიცილოთ ის ეფექტი, რომ კონტრასტულმა ფერებმა არ გამოიწვიოს რაღაც მყირალა გადაწყვეტები, თვალშისაცემი კონტექსტიდან ამოვარდნილი გადაწყვეტები.
ეს მიმდინარე საველე სამუშაოებია. არქიტექტორთა ჯგუფი ყოველი რაიონის სპეციფიკას ადგილზე ზეთხეთში სწავლობს, რომ ახალი ესთეტიკური განვითარების გეგმა ჩამოაყალიბოს. ავით გოროვანი წეროვანი ჩარდახის ნაწილში გასულები ეს სამი სოფელი მოვიარეთ და მაგალითად აღმოვაჩინეთ 2-3 ეხლა უკვე დანგრეული შენობა, რომლებიც ისტორიულად ქართლის ავთენტურ შენობებად შეგვიძლია ჩავთვალოთ და მაქედან უკვე ამოვიღეთ ჩვენ დავასურათეთ და რაღაცა დეტალები ჩანახატები გავაკეთეთ ველზე უშუალოდ, საიდანაც შეგვიძლია რომ მაგალითად ის ავთენტური წყობის დეტალების გამოტანა, თუნდაც ვიტრაჟების და შუშაბანდების დეტალების გამოტანა, რომლებიც იყო, მაგრამ რაღაც მომენტში ამ საბჭოთა პერიოდში მივიწყებული იყო. გმინდვრებია ძალიან საინტერესო, შეგვიძლია ესენი ავსახოთ. უკვე ანტიმაგალითებზე შემიძლია მე გადავიღო. ვითვალისწინებთ შენობა ნაგებობის სართულიანობას და ამ ყველაფრის შემდეგ შევეცდებით შევქმნათ ქვემო ქართლის არქიტექტურული გზამკვლევის ვერსია. ასეთივე გზამკვლევის ვერსიებზე არქიტექტორთა სხვა ჯგუფები სხვა რეგიონებში მუშაობენ და უკვე 1 ივლისიდან შესაბამის მუნიციპალიტეტებს გადასცემენ. დადგენილება მთლიან საქართველოს მოიცავდა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ უფრო ლოკალურად, უფრო დეტალურად ჩაუხმავდეთ ამ ყველაფერს, რადგან შესაბამისად ცხადია, რომ კახეთის არქიტექტურა და სვანეთის არქიტექტურა მთლიანად განსხვავდება ერთმანეთისგან და უფრო ამ დეტალურ კვლევაში უკვე ვითვალისწინებთ უშუალოდ რეგიონის მახასიათებლებს, ეთნიკურ მხარეს, განაშენიანებას, რომელიც ცხადია ასევე ლანდშაფტთან ერთად იცვლება და ვერ იქნება ერთნაირი. შესაბამისად, ვერც არქიტექტურული ესთეტიკა იქნება ერთნაირი და ერთიანი კანონის ფარგლებში განსხვავებული მიდგომებია მოსაძებნი. ყველა ქალაქს, ყველა კუთხეს აქვს თავისი ჩამოყალიბებული ისტორიული სახე. და აი აქ უნდა ჭირდება ოსტატობა, რომ ეს არ წაიშალოს, იმიტომ რომ არ წაიშალოს და მე შემდეგ ყველა ქალაქი ერთმანეთს არ დავამსგავსოთ. ინდივიდუალური იერსახის შენარჩუნებას უზრუნველყოფს ისიც, რომ ცალკეულ რაიონში მოპირკეთება უპირატესად ადგილობრივი მასალებით მოხდება და ეს ერთიანი ესთეტიკის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნეების განმავლობაში გამოყენებული მასალები დროს აქვს უკვე გამოსტილი, დროში გამოსტილია და ბუნებრივია ეს ყველაფერი ერგება იქაურ გარემოს, კლიმატს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა ბუნებრივი იქ ადგილზე მოპოვებადი მასალები გამოიყენება, რაც თავისთავად უფრო ხარშტეფექტურიც არის მშენებლობის პროცესში. მოსაპირკეთებელი მასალებით საქართველო ძალიან მდიდარია. თითქმის ყველა რეგიონს თავისი უნიკალური ქვის რესურსი აქვს, რომელიც საბჭოთა პერიოდში ბრენდებად ჩამოყალიბდა. მაგალითად, სალეთის მარმარილო, ეკლერის ქვა თუ კურსების გრანიტი. ხომიცი, ამ ფორმისიდან რომ გაგეკეთებინათ ჩემი სკულპტურა, ძალიან კარგი იქნებოდა. მე მომიხდებოდა. ბატონებო, თქვენ ფაქტურას კურსების გრანიტი უფრო შეეფერება. ზოგი ბრენდი ფილმებს შემორჩა, ზოგი კი დღესაც იწარმოება. თუმცა რესურსი იმდენად ფართოა, რომ ყველა რეგიონს თავისი ბრენდის ქვა შეუძლია აწარმოოს და საკუთარი არქიტექტურის სავიზიტო ბარათად გამოიყენოს. სამშენებლო მასალები, რასაც გამოიყენებს ბიზნესი, მეტწილად დაეფუძნება სწორედ ადგილობრივი წარმოშობის ნედლეულზე და აი მის შეხამება მოხდება გარემოზე. ყოველ რეგიონს, ყოველ კუთხეს ქვეყნისას ექნება თავისი სპეციფიკური მიდგომა. იარსებებს ერთი საერთო ჩარჩო ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ჩარჩო, შემდეგ უკვე რეგიონული ჩარჩო და შემდეგ უკვე სპეციალური ჩარჩო. გრანიტი, დიორიტი, ტეშენიტი, კირქვა და სხვა მოსაპირკეთებელი ქვების მოპოვება დღესაც ხდება, თუმცა მცირე მასშტაბით და მოძველებული, ღია კარიერული აფეთქების მეთოდით. მოპოვებულ ლოდებს საწარმოში ფილებად ჭრიან, შემდეგ კი ზედაპირს მოხვეწენ, გააპრიალებენ და აი ასეთ საბოლოო პროდუქტს იღებენ. ამ შემთხვევაში ქართული გრანიტის ფილას, რომელიც ყველაზე გამძლე მოსაპირკეთებელი მასალაა. წყალტუბოს რაიონში 5 მწარმოებელი კომპანიაა, რომლებიც ტეშენიტსა და დიორიტს მოიპოვებენ, რომელთა ფერი ღია ნაცრისფრიდან მწვანემდე დიაპაზონშია. დიორიტის მოპოვება შარშან დაიწყო ხულოშიც. საწარმოში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო და ექსპორტზეა გათვლილი. ეს კი კირქვის კარიერია, რომელიც შედარებით რბილი, დანალექი ქვა არის და დასამუშავებლადაც შედარებით მარტივია. კარიერიდან საწარმოში გადატანილი ლოდი ჯერ ფილებად იჭრება, შემდეგ კი დანადგარზე მოხვეწენ და მოსაპირკეთებლად უშვებენ.
საკუთრებულია თქვა ბოლნისის ტუფი, რომელიც გამოყენებულია მთავრობის სასახლის და თბილისის რამდენიმე მნიშვნელოვან შენობაში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი არჩევანი, დასავლეთში გვაქვს კიდევ ეწყარის ქვა და ასე შემდეგ. ჩვენთან არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია, დასავლეთსა და აღმოსავლეთში არის სხვადასხვაგვარი მოსაპირკეთებელი მასალა, სხვადასხვა ხასიათის, ფერის, ფაქტურის თუნდაც ყაზბეგის დიაპაზიტი რო ავიღოთ. რესურსი დიდია, ხოლო როდესაც ახალი რეგულაცია მოთხოვნას მისცემს ბიძგს, წარმოებისადმი საინვესტიციო ინტერესიც გაჩნდება და ინდურ თუ ირანულ იმპორტს ქართული ქვა სწრაფად ჩაანაცვლებს. ჩვენი ხელისუფლების მთავარ ამოცანას წარმოადგენს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და რა თქმა უნდა, როდესაც მასალებზე ვსაუბრობთ, მასალებიც მათ შორის ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება და აქცენტი დაუთმეთ ამ რეგულაციაში საქართველოში არსებულ რესურსს. საწარმო გაჩნდება მაშინ, როდესაც მოთხოვნა გაჩნდება, როდესაც ჩვენ ხელს შეუწყობთ ამ გადაწყვეტილებით, რომ მოთხოვნა გაიზარდოს ადგილობრივ მასალებზე, რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან ინვესტორები, სადაც არსებობს მოთხოვნა, იქ ჩნდება მიწოდებაც. რაც ასევე იქნება ის გვერდითი დადებითი ეფექტი, რასაც ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს. საველე სამუშაოებმა არქიტექტორებს აჩვენა, რომ როგორც კი რეგიონში მისაბაძი არქიტექტურის მაგალითი ჩნდება, მას სხვებიც იზიარებენ და ეს სწორი პრაქტიკის სწრაფად გავრცელების იმედს იძლევა. ერთი მეზობელი, როდესაც რაღაცა ვიზუალურად კარგ და ანუ შთამბეჭდავ შენობას ინდივიდუალურ სახლს თავისთვის აშენებს, ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომ გარშემო 3-4 სახლი შემდგომ უკვე დამსგავსებულია და ძალიან ერთმანეთთან ერთად უკვე მერე ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება და არ არის უკვე ის ქაოსი, რომელიც ეხლა ზოგ სოფელში ძალიან ხშირად გვხვდება. როდესაც მთავრობას ეს ინიციატივა ჰქონდა, ერთ-ერთი საკითხი ეს დაისვა, ხო? როგორ მოვახერხებ და რამდენ ხანში იქნება ამის შედეგი. ჩვენი პოზიცია და თვითონ მთავრობის პოზიციაც ესეთი იყო, რომ მთავარია შევქმნათ შეუქცევადი პროცესი ურბანული განახლების. ფიქრობ, რომ სადღაც 10 წელიწადში შეიძლება ცოტაც იყოს, ხო? რაღაც, მაგრამ მაინც გვახასიათებს ქართველებს ახალს პირველად ძნელად ვეგუებით, მაგრამ მე ყველაფერს წარმატებულად ვიღებ და ფიქრობ, მაგის იმედი გვაქვს, რომ ყველა აიტაცებს ამ იდეას და ყველას უნდა რომ ნორმალურ გარემოში ცხოვრობდეს და უფრო დაჩქარდება ეს პროცესი. ეს ალბათ პროცესია, მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ როგორც უკვე ვისაუბრეთ, თვითონ კერძო სექტორი ძალიან აქტიურად ანვითარებს დეველოპმენტის მიმართულებას ჩვენ ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ახალი პროექტები იყოს ესთეტიურად, ასე ვთქვათ, სწორედ ჩამოყალიბებული, რასაც თავისი პროცედურები აქვს. გარკვეული პერიოდის შემდგომ ჩვენ უკვე ვნახავთ ხელშესახებ შედეგებს, თუ რა დადებითი ეფექტი მოიტანა ჩვენი ქვეყნისთვის აღნიშნულმა რეგულაციამ. ამდენად, ახალი არქიტექტურული ესთეტიკის დამკვიდრებას შესაძლოა არც ისეთი ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდეს, როგორც ეს შესაძლოა ერთი შეხედვით ჩანდეს. ოპტიმისტური შეფასებით, არქიტექტურული ესთეტიკის ახალ ეპოქამდე საქართველოს 8-10 წელიწადი აშორებს. თუმცა მთავარია სწორი კურსი არჩეულია და მოძრაობის ვექტორიც დასახული. ევრაზიული ომების ორომ ტრიალში კი მშვიდობა საქართველოს ზურგის ქარადაც გამოადგება.